ჩვენი დღევანდელი გადაცემის მეორე ბლოკის სტუმარი გახლავთ ლაგოდეხის კულტურის ცენტრის დირექტორი ბატონი აკაკი მჭედლიშვილი. ხვალ 11 ოქტომბერს ლაგოდეხში მინისტრთა კაბინეტის წევრებს, გუბერნატორს და კახეთის გამგებლებს ელოდებიან. ჰერეთობა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტრადიციული დღესასწაულია. ღონისძიებები განახლებულ ტყეპარკში 11 საათიდან დაიწყება, ამით ახალი პარკიც გაიხსნება. ბატონო აკაკი, დიდი მადლობა მობრძანებისთვის და მოდით ვისაუბროთ ხვალდელ ღონისძიებებთან დაკავშირებით. ძირითადად ანუ ვიცით რომ 11 საათზე დაიწყება და აი კონკრეტულად რო გითხრათ უფრო ცოტა ვრცლად რომ ჩვენი მსმენელებისთვის იყოს ინფორმაცია ხელმისაწვდომი. მოგესალმებით, მივესალმები რადიო მსმენელებს. სასიამოვნოა თქვენს ეთერში ყოფნას. პირველად ვართ გალბატონო მარინა, რა თქვენ დაიწყეთ ეთერი და მინდა წარმატებული ეთერი გისურვოთ ყოველთვის. დიდი მადლობა. პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ ეს დღესასწაული, ეს არ არის მხოლოდ ლაგოდეხელების დღესასწაული, ეს არის სრულიად ჰერეთისა და კახეთის დღესასწაული, რადგან ჰერეთი თვითონ ცნება ძალიან ფართოა. თავის დროზე ჰერეთის სამეფო არსებობდა, ჰერეთის სამეფო იწყებოდა ალაზნის ზემოწელიდან, გადიოდა ვიდრე ხორნობუჯამდე და დღევანდელი ეგრეთ წოდებული ეგირჩაის, მდინარე ეგირჩაის სანაპიროსაც ცდებოდა. მდინარე ეგრისი. ჩვენ მოწვეული ყავს სტუმრები აღმოსავლეთ ჰერეთიდან, მე არასოდეს საინგილოს არ ვამოფ ამ ტერმინს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საქმე გააფუჭა ქართული საქმე ამ ტერმინმა, ამიტომ ყოველთვის ვიხსენებ მათ როგორც ჰერელებს. და სხვათა შორის ზოგჯერ მიხარია კიდეც რომ დასავლეთად მოიხსენება ხოლმე ლაგოდეხი, როცა ყოველთვის აღმოსავლეთად მოიხსენება. დასავლეთ ჰერელები ვართ ჩვენ ლაგოდეხელები. ასე რომ ხვალ ძალიან ესეთ დიდ სტუმრიანობას ველოდებით, მათ შორის ჩვენს აღმოსავლეთ ჰერელ მეგობრებს და გვინდა წარმოაჩინოთ ძირითადად ჩვენი ხელოვნება და მხოლოდ სტუმრები გვეყოლებიან ჰერელები, ანსამბლი ჰერულა, რომელიც გვიჩვენებს თავიანთ შემოქმედებას. 11 საათიდან იწყება სახალხო სეირნობა, ანუ ჩვენ გვექნება გამოფენები, გვექნება სპორტული ღონისძიება რამოდენიმე, ანუ ჭადრაკში, ნარჩი, ველოსპორტში. და აგრეთვე გვექნება გამოფენა მხატვრების, გამოყენებითი ხელოვნების. გავხსნით ტყეპარკს, პირველ რიგში ალბათ მინდა თანმიმდევრულად გითხრათ სადღაც ასე პირველის ნახევრისთვის გველოდებით სტუმრებს ნატოს წარმომადგენლებს, გაიხსნება ნატოს კუთხე დღევანდელი სპორტისა და ახალგაზრდული საქმის სამსახურის შენობაში. პირველ საათზე ავალ დავათვალიერეთ ჩვენს მხარეთმცოდნეობის მუზეუმს. შემდეგ გადავდივართ ტყეპარკში, ხსნით ტყეპარკს და აქ იწყება უკვე კულტურული ღონისძიებები. კულტურული ღონისძიებები გაგრძელდება ალბათ დაახლოებით საღამოს 17 საათამდე და შემდეგ სტუმრებს მივიწევთ გასამასპინძლებლად. ანუ საკმაოდ საინტერესო დღე გველისხვალ და მინდა ყველას ვისაც ხელიწიფება რომ ხვალ მობრძანდეს დაგვესწროს ამ ღონისძიებაზე, მოვიდნენ ნახონ არაჩვეულებრივ სანახაობას.